მოგზაურობა მხოლოდ ტურისტულ ზონებში სიარული ნამდვილად არ არის. უფრო მეტიც, ტურისტული ზონა ყველა ქვეყანაში ლამაზი და შთამბეჭდავია. ჩემში თუ ბარხზე კი მე დაგპირდით, გაჩვენებდით ისეთ ადგილებს, რაც ნაკლებად პოპულარულია, თუმცა აუცილებლად სანახავი და დღეს მე შევეცდები ეს ყველაფერი 24 საათში გავაკეთო. მოვედი პანსკას კალაზე, ეს არის ძალიან ლამაზი ლოკაცია, რომელიც არის ნაკლებად პოპულარული, იმის გამო, რომ ძალიან შორია ტურისტული ზონებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტულ ზონად არის აღქმული, საკმაოდ ბევრი ტურისტი არ მოდის აქ. ამიტომ ჩვენ დღეს ნაკლებად პოპულარულ ლოკაციებს ვწოვით. აი ეს 3 მილიონზე მეტი წლის არის. ლიბერეკიდან პანსკას კალამდე დაახლოებით 50 წუთი დამჭირდა ტაქსით. ამ ყველაფერში კი გადავიხადე 1200 კრონი, რაც არის დაახლოებით 150 ლარი. ახლა მივიდეთ უფრო ახლოდან და დავათვალიეროთ ეს სანახაობა. მე როგორც ექსტრემის მოყვარული. აქედან გადავხტომა საროპირებ ოღონდ. მაინტერესებს ხედი და მაინტერესებს როგორ იქნება ზედაპირი ამ კლდის. რომ არ შესაფერისი ბოტაცი მაცვია, არ ჩარვალი, არც ქურთუკი, ერთი ჩანთა მაქვს. შესაფერისი და ძალიან კაი ფერები, რომელიც შეეფერება ბუნებას რა. ამობობღდი კლდეზე და ისეთი ლამაზი აქაურობა, ენა გადამეყლაპა, იმიტომ რომ აი უბრალოდ უნდა დატკბე იმ ბუნებით, რასაც მე ახლა ხედავ. უბრალოდ დატყვით კადრებით რა. ახე რა საკეთებს. მელა ბავშვი. ყველაზე მაგარი არის ის, რომ აი ეს კლდე ხო ბუნებრივია, ნუ ამაში დიდი ფილოსოფია არ დევს, მაგრამ აი ეს ფორმები ხო რაც აქვს გამოკვეთილი. ანუ აი ეს პატერნები ხო, აი რას ასწავლია, რომ ბუნებამ შექმნა აი ასე რაღაცა ლამაზად და ისეთ წყობაში, რომ უხდება ერთმანეთს და რაღაცა არ გავს რეალურს რა, ძალიან ხელოვნურს გავს, იმდენად პროპორციული ეს ყველაფერი და იმდენად ლამაზია რა. ცოტა ქარია, ხედავთ თმები და ფენავს. მაგრამ ამასთან ერთად ძალიან სუფთა ჰაერია და რასაც ქვია, დიდი სიამოვნება, აი აქ ასე ჯდომა და მე გირჩევთ აქ მოსვლას, იმიტომ რომ პირველ რიგში სულიერად საერთოდ სხვა რამეს იგრძნობთ. ნუ ახლა თვალი რასაც სალონზე უყურებს, მან უკვე ენა აღარ საუბრობს და მეც მიჭერს საუბარი. ხალხი ჩემოგან ლოკალები არიან სავარაუდოდ, იმიტომ რომ ისე ამორბიან და ჩარბიან, თითქოს აი მეზობელთან ხალხზე გადახვედი რა. ანუ ძალიან უპრობლემოდ მარტივად ამოდიან და ჩადიან. და თუ ჩამოხვალ ჩეხეთში, აქ უნდა მოხვიდე, მიუხედავად იმისა, რომ შორია. ნუ თუ გიყვარს რა თქმა უნდა განსხვავებული ადგილები, რაც ბევრ ადამიანს არ უნახავს და არის ცოტა მისტიური, აი ეს ადგილი აი ამ სიაში აუცილებლად რა. სუნთლად ნოვასწებოთ ცემენტივით ჩაბეტონებული არ არის, მაგრამ ნუ 3 მილიონი წლის ამეტის ხო არა რა და არის რა. ვაფასებ აი ამ წყვილს. ასაკში არიან აშკარად და ანუ ყოჩაღ რა, მიყვარს ესეთი მშრომელი ხალხი, რაღაცნაირად სპორტული ცხოვრება, აქტიური. ადამიანი გამოვიდა და ნახეთ ანუ სადაღაც მიცოცავს. არა, მე კი ვიცი სადაც მიცოცავს, მაგრამ თვითონ თუ ისი სად მიცოცავს. მივესალმები ასეთ ჯანსაღ აქტიურ ცხოვრებას და არ მივესალმები სისუსტეს. აი ეხლა აქ, რო ცოტა უფრო მეტი სიცხე ყოფილიყო და სეზონი, სიამოვნებით კარავს გავშლიდი და კარგ პიკნიკს მოვაწყობდი, იმიტომ რომ ხედზე ხარ, ახლოსთან ვერავინ ვერ მოგიჩდება, გემრიელად იქნები შენთვის. და ნუ რა ვიცი, ახლა პიკნიკისთვის მზად არ ვარ, მაგრამ შემიძლია ცოტა ხანი აქ წამოვწე რა. თუ არ გადმოვგორდები. მე ლუქსის დროხასავით არა კაია. ცოტა ნელ-ნელა ვეცემი ხალხო, მაგრამ აი სისყურება ძალიან მაგარია. ერთი ბარეში არ ბაწყენი დაუგანი, იმიტომ რომ ცოტა დამენგრა ძვები, მაგრამ მართლა კაია რა. აქ უნდა მქონდეს ახლა ჩემი გიტარა, ესე ვუკრავდე. სუფთა ჰაერი ხო არის, მაგიტო სუნთქავ ასე ღრმად, რომ აი ჩავყლაპო ეს ჰაერი, აი ძალიან სასიამოვნოა მართლა. ნა აქ დამეთავსა ვარავდოდ, იმიტომ რომ კოპირაიტს დავადებენ. თურმე ამოსვლის დროს ამდენი ტყულა ვიწვალეთ, იმიტომ რომ ყოფილა მარტივი გზა, რომელიც პირდაპირ ჩადის. შეგვიძლია ყირა ბალაზე ესე ჩახვიდეთ რეალურად. მე მოკლეზე მერჩევნია პირდაპირ, ასე ჩამოვიდე. ამიტომ, კაი, ცოტა სიფრთხილეს თავი არ სტკივა. აღიარე ახლა გულწრფელად თუ გინახავს ასეთ ძის ლამაზე ქართულ YouTube-ის სივრცეში.
წარმოგიდგენთ ოკეანე, რომლის სანაპიროსაც ჩვენ ხედავთ რა და ფსკერი ხო რეალურად ანუ ამოუცნობია სრულიად და ბოლომდე ჯერ ადამიანის გონება და შესაძლებლობა ვერ ჩაწვა ბოლომდე ამ ყველაფერს. ასია დაახლოებით ეს მაგალითიც რა გიხსნათ შეხედზე რა. ჩვენ ძირითადად მივდივართ ტურისტულ ზონებში, რაც ჩემს წინა ვიდეოში უკვე გაჩვენეთ და არ ვსტუმრობთ აი ასეთ სილამაზეს, რაც მართლა საოცრება არის და რაღაც ქმნილება ბუნებისგან, რომელიც დრომ ჯერჯერობით ვერაფერი ვერ უქნა. მე თუ მკითხავთ, ესეთი ადგილები უფრო საინტერესოა, ვიდრე ის ტურისტული ქუჩები, რომლებიც უბრალოდ, რავი რა, გაიცვითა. ამ ყველაფერთან ერთად ანუ ძალიან მიყვარს აი ეს ლავა ჯოხის ფორმაზე როგორ გასწორდა მაინც და მაინც ანუ გრავიტაცია საწავიდა. ასეთი აღშევანებული ვტოვებ ამ ადგილს და ახლა მივდივარ შემდეგ ლოკაციაზე, რომელიც დიდად რო გითხრათ სიმართლე არ ჩამოუვარდება ამ ადგილს და ისიც თავისი ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. წავედით კიდევ საათნახევარი ახლა ტაქსში უნდა ვიждდეთ, იმიტომ რომ ის ლოკაციაც ძალიან შორს არის. ანუ თავგადასავლები არ მანებებენ თავს რა, დავიკარგეთ, იმიტომ რომ ტაქსი არ მოდის ამ ლოკაციაზე, არც ავტობუსი მოდის ამ გაჩერებაზე და რაღაცამ გამოიარა საერთოდ სხვამ, რაც Google Maps-ი არ წერია და მიდის საერთოდ საპირისპირო მიმართულებით, არ ვიცი სად მივდივარ და მოკლედ ის გეგმა რაც მქონდა რეალურად რომ წავსულიყავი, არ ვიცი გამართლება თუ არა. მე მგონი ვერა, იმიტომ რომ უკვე 5:30-ია და ჯერ ვარ ძალიან შორს და ნახეთ ანუ რეალურად საით უნდა მივდიოდეს და სად ვართ ახლა. ნახოთ საით წაგვიყვანს ეს ტრანსპორტი. აი წარმოდგენა არ მაქვს ადვიდეს თან. მოვედით Liberec Town Hall-ში და ეს არის იდეაში ქალაქის ცენტრი და ანუ აღფრთოვანებული ვარ აქ არის სისუფთავით. აი შეხედეთ, ერთ მტვერს ვერ იპოვი რა. ანუ დავდივარ და ჯერ ვერ ვიპოვე რაღაცა აი ჭუჭყი. და ამიტომ მე გადავწყვეტე ასეთი რაღაც, რომ გავაკეთო პატარა ჩელენჯი და დავტესტო რამდენად სუფთაა. ანუ ეს არის მოჩვენებითი სისუფთავე თუ ნამდვილი სისუფთავე. ამიტომაც გავიხდი ფეხზე ყველაფერს, ანუ წინდებსაც და აი ამ ქუჩას გავივლი ფეხშიშველი, რომ ნახო მართლა ძალიან სუფთაა, თუ უბრალოდ ვიზუალურად ისეთი ფილები არის დაგებული და ისეთი მასალა არის ანუ ეს ბეტონი, რომ არ ეტყობა ეს ჭუჭყი და მტვერი. იმედი მაქვს ფილტვების ანთებას არ ავიკიდებ, იმიტომ რომ საკმაოდ გრილა, როგორც ხედავთ, თბილად მაცვია, მაგრამ მინდა რომ ეს გავაკეთო. მეტი დამაჯერებლობისთვის ვიხდი წინდებსაც. ეს იაპონიაში გაიყიდება. სუნიანი წინდები. ой, მე რაც ცივია, ბეტონი ცივია, მაგრამ არა უშავს. და გადავიდეთ გზაზე და ვნახოთ რამდენად შესაბამება ეს ყველაფერი სიმართლეს. თავისე უნდა იგრძნო როგორც მალდივებზე რა. ტრეინი მოდის, ტრეინი. სატესტოდ ერთ ბოტას აი აქ დავტოვებ და მეორეს დავდებ ბოლოში. იმედია ეს ბოტასი აქ დამხვდება. შორის ეს ქვაფენილი არც თუ ისე უხეშია და გემრიელად დავდივარ და დავხტივარ აქ ევროპის შუაგულში ფეხშიშველი. შედეგი თუ არ ძალიან დაინტრიგებული, მაინტერესებს რამდენად სუფთა იქნება ჩემი ფეხი ჩელენჯის ბოლოს. უახლოვდებით ფინიშის ხაზს. ისე რამ ხელნაბიჯი გამოვიდა, აქედან იქ არის ჩემი ბოტას მეორე. მზად ხარ რომ ნახოთ შედეგი? 1, 2 და 3. არ არის ხო იცი ძალიან დაშვილი რა. ეხლა ანუ ამდენი სიარულისთვის, ანუ ეს არაფერი არ არის. ასე სახშეც დაგეშრობა ფეხები რა, მტრით. ძალიან ლოგიკური, ანუ წარმოგიდგენთ რა სუფთა არის. აი აკოცები ისეთი, ხა მე აღარ ვაკოცებ, ისეთ საკმარისია რაც გავაკეთე. მართლა ძალიან სუფთა არის. თუ გექნებათ სურვილი რომ იგივე გამოწვევა თბილისშიც გავაკეთო, ან სხვა რეგიონში ჩვენთან, კომენტარებში დამიწერეთ სად გავაკეთო და გავაკეთე და დავტესტოთ რამდენად სუფთაა რეალურად რა. წამოხლა მივაკითხოთ ჩემს მეორე ბოტას, იმედია ისევ იქ დაგხვდება. აქ არის. კიდევ ერთი დეტალი აქაურობის შესახებ, ანუ იმდენად ცარიელი, რომ ანუ კომუნიკაციის სურვილი მაქვს ლოკალებთან და ჯერჯერობით აი ლიბერეკში ვერავის ვერ გამოველაპარაკე ჩემებურად, აი რო ვიცი ხოლმე, ხო იცით და ვერა, იმიტომ რომ ანუ არ არის ხალხი ფიზიკურად, მაქსიმუმ ტაქსს თუ გავაჯერებ, ან გამოვიძახებ აპლიკაციით ისიც, რომ რაღაცა სპეციალურად ჩავჯდე
და დაველაპარაკოთ. ახლა მივდივართ ერთ მოედანზე, რომელიც არის ასევე ცენტრი და ნუ აი როგორც ჩვენთან არის მაგალითად თავისუფლების მოედანი და ყველა მნიშვნელოვანი რაღაც იქვე ხდება პირობითად, ასე აღმიწერეს ეს ლოკაციაც. მოკლედ მოვედით მოედანზე. აქაურობა გამოიყურება ზღაპრულად, ანუ არ ვიცი როგორ აღწერო ის განცდა, რაც ახლა ჩემში ტრიალებს. სისუფთავე, სილამაზე, სიწყნარე, კულტურული ხალხი, საყვარელი მარკეტები, ყველაფერს გაჩვენებთ რა თქმა უნდა, აქ რაც ხდება. კიდევ ერთ პატარა გამოწვევას გავაკეთებ, მინდა რომ გავიცნო ვინმე აქაური, გამოველაპარაკო. ნუ თუ ინგლისური ეცოდინებათ, იმიტომ რომ ენის ბარიერი არის სამწუხაროდ. ამ ხელათხა ცხოვრებაში არ მინახავს. მე მგონი მეტალისგან არის გაკეთებული. კი, ძალიან მძიმე მეტალისგან. აი გეგონება რომ რაღაცა ჩალისგან არის რა, მაგრამ ამ დროს არის აი რკინა რა. ვერ ავძვრები ხო აქ? ეს. აბა, შევაგდოთ ბავშვი ფანტანში. აბა გავექცევი და თუ წამოვყვება მაინტერესებს. მოდის. დედამისი მცემს. აი ჭკვიანი ბავშვი ხელი დაიბანა, მეც და დავიბანო ერთი. პირველი ადამიანი ენის ბარიერის გარეშე. დასული ვახელები მოდი. Gata gildi. Acelika. დედა უკრძალავს ჩემთან მეგობრობას. გადმოვინაცვლეთ შემდეგ ლოკაციაზე, ახლა მივდივართ Justice Tower-ში და აუცილებლად გავჩვენებთ აქედანვე სად მივდივართ, იმიტომ რომ ეს შენობა იმყოფება მთის მწვერვალზე. და მოკლედ ტაქსში ახლა ვიხდით 375 კრონს, რაც ვაიმე, რაც არის დაახლოებით 12 ევრო. რაიმე რა ლამაზად არის. ეს იქნება ძალიან დიდი სავარაუდოდ, იმიტომ რომ აი ამ ხელა შორიდან ესე რო კარგად ჩანს, ანუ რაღაცა კარგია. ანუ მივდივართ ჩეხურ მთაწმინდაზე. მოვედი როგორც იქნა Justice Tower-ში. ეს არის ამ ქალაქში ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან და ეს არის როგორც უკვე ვახსენეთ, სასტუმრო და რესტორანი. მე მგონი ამ ქალაქში კი არა, ამ ქვეყანაშია საერთოდ ყველაზე მაღალი წერტილი, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ხედებია საკმაოდ მაღალი ადგილიდან, ანუ ძალიან მაღლა ვართ ერთი სიტყვით და ზუსტად დავაჩაჯიბიტებ და დავგუგლავ და აქ დაგიწერთ რამდენი იქნება ზღვის დონიდან. მე ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ ტემპერატურა საგრძნობლად განსხვავდება და აი მართლა ძალიან ყინავს, აი ძალიან. ჩვენ აქ კი ვალს დავათვალიერებთ შიგნითაც რა ხდება და რესტორანში მოვიძიებ აქაურ ტრადიციულ კერძსაც. მაგრამ მანამდე ხედებით უნდა დავტყვე. აი skydiving-ის განცდები მაქვს ისევ, იმიტომ რომ ვართ ძალიან მაღლა ზღვის დონიდან, ჭპყ დონეზე, არ ვიცი, იმიტომ რომ ეს ყველაზე მაღალი წერტილი არის ამ ქალაქში. ხედები იშლება რაღაცა საოცრება და ყველა ხედს დაგათვალიერებინებთ აუცილებლად. ვერ ჩერდები და სტორებშიც რა ვიცი, დაგასპოილერებთ, იმიტომ რომ აქაურობა სასწაულია რა. თან ქართულ ხალხს როგორ უყვარს სიმწვანე, ბუნება, რაღაცა ხე-ტყეს უთავარი, ზუსტად ეს არის აქ და საკმაოდ დიდი რაოდენობით. ეს ხედი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მთლიანად არის ბარი, რეალურად აქეთ ყველაფერი და არის ამობურცული ასე პატარა გორაკები, რომელზეც არის ძალიან ლამაზი ნაძვები და სხვადასხვა მწვანე მცენარეები. ანუ საოცარი ხედია, თავი გეგონება რაღაცა ბაღში რა, ბაბილონის ბაღში არა, აი როგორ ბაღში იცი, აი არ გადროკრეჭენა, აი ხო იცი ესე ბუჩქებს და რაღაცებს ერთ დონეზე, ეგეთ ბაღში ოღონდ კიდევ უფრო ბევრად ლამაზში. მაინც რა ხსენ ირისი თქვა მინდა, იმიტომ რომ ჩემს ფანტაზიაში უფრო ლამაზად ჭრებს ვიდრე ამ სიტყვებით, მაგრამ ერთ სიტყვით აი ეს არის რა, ძალიან ლამაზია, ძალიან.
ერთი ის მინუსი აქვს მაღალ ადგილს რომ ძალიან დიდი ქარია, თმაზეც მეტყობა და ვერ ვიმორჩილებს ამწუხაროდ, ხამყლაპავ ხან, რა ვიცი, ასე შემდეგ დაქრიალებს იქით-აქით და რას ვიზამთ? აი აქ ყოფილა კიდე ესეთი ჩასახედი მაიმუნობა, საიდანაც უფრო ახლოდან გამოჩნდება ყველაფერი და რა თქმა უნდა ჩავიხედა უბრალოდ ცოტა ხანში, იმიტომ რომ ახლა რო არ გავთვე შეიძლება აქვე წავიყინო, ცხვირი უკვე გამიწითლა მგონი. ასიანია. არ ყოფილა უფასო. ანუ კაცი აქ რო ამოვა ამ ხელახედზე რესტორანში, ან თუნდაც სასტუმროში დასასვენებლად, ამდენს რო იწვალებს აქ ამოსვლაში, ამაში ფული უნდა მოთხოვო? ეს არ მომეწონა. რაღაცა გასართობ თამაშს მივაგენი, ოღონდ ფასიანია და მე უფასოდ ვატრიალებ და აქ მოკლედ გაჩვენებენ როგორ შენდებოდა ეს ადგილი და ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ რაღაცნაირად აი ამ შენობის ისტორიის მომსწრეხა რა, როგორ აშენდა ის ადგილი, სადაც შენ ახლა ნაბიჯი გიდგას რა. აშენებულა 1966-73 წლებში. ერთი წელი მესმის და იმას კითხულობ, დანარჩენი ჩეხურია და არ ვიცი სამწუხაროდ. Which one? Lemonade. Raspberries. It's very tasty. More sour taste. Yeah, Negroni. Which one? Macaroni. Macaroni? Negroni. Negroni. No macaroni. Thank you. ნახოთ აბარას მოიტანენ. იდეაში არ ველოდი ახლა შეკვეთას ჩემთვის რაღაცას მაიმუნობდი აქ და ასე გამიყურება ფორადორა, რომელსაც აქვს ასეთი ანანასის ჩირი თავზე და ძალიან მიყვარს ანანასი, საერთოდ ანანასის წვენი არის ჩემი ფავორიტი და ამას მე აუცილებლად გავსინჯავ. ჯერ მოდი გავსინჯოთ თავად ეს სასმელი. ისეთივე ცივი გემო აქვს, როგორიც ცივეც აქ დაგვხდარა. აქვს რაღაცა მენთოლის გემო, ცოტა სადღაც მარწყვის გემოც აქვს, ჟოლოს გემო და ანანასის გემოს ვერ ვგრძნობა აქ, ანუ უფრო არის აი ციტრუსოვანი რა. აი როგორ ციტრუსოვანი, ესე პიტნის გემო უფრო იქნება. გემრიელია კი, მომწონს. უბრალოდ უფრო სიცხეს მოუხდებოდა ეს კოქტეილი, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ მე ლუდი არ მიყვარს, ალკოჰოლს არ ვსვამ, ეს იყო იდეალური გამოსავალი, რომ რაღაც განსხვავებული გამისინჯა ყავის გარდა. ახლა კი მოდი ეს გავსინჯოთ ანანასის ჩირი, რომელიც ძალიან საინტერესოდ გამოიყურება. კატყდა. ბრუსულად გავტეხი. კარტოფილის გემო რატო აქვს? არა, გოგრის გემო აქვს, შემწვარი გოგრის გემო აქვს. ოღონდ არ ვიცი რატო. ეს სილამაზისთვის იდოს გემოზე არ ვარგა. თვითონ სასმელი კაია. ასე გამოიყურება ლიბერეკი, რომელიც მდებარეობს ჩეხეთში და იმედი მაქვს, რომ მოგეწონა ეს ვიდეოც და ეს ლოკაციაც. არ დაგავიწყოს, რომ გამოვყვა YouTube არხზე, იმიტომ რომ ეს ჩემთვის დამატებითი мотиваცია იქნება, რომ უფრო საინტერესო ადგილები გაჩვენოს და უფრო მაგარი კონტენტი გავაკეთო თქვენთვის. ხო და მე აი ამ ულამაზესი ხედიდან გემშვიდობებით. ნახვამდის.